მე გაცილებით ადრე დავინახე იმედგაცრუება, მანამდე ვიდრე სისტემა თავის თავს ისე გამოავლენდა, როგორიც ის ჩვენ ყველამ ბოლო თვეების განმავლობაში ვნახეთ. საქართველოში ბოლო თვეებში განვითარებული მოვლენები ერთგვარი გამოწვევა იყო ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის. უმეტესობა სწორედ სოცქსელებით, ჯერ კიდევ რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების დროიდან ჩავერთეთ სოციალურ აქტივობებში და ათასობით კილომეტრით დაშორებულმა ადამიანებმა გავიცანით ერთმანეთი და გავერთიანდით. რუსული კანონის წინააღმდეგ დაწყებული საპროტესტო აქციების პარალელურად ემიგრანტებისთვის რამდენიმე ადამიანის თაოსნობით შეიქმნა სივრცე და დავიწყეთ საარჩევნოდ ერთმანეთის გაძლიერება, მხარდაჭერა, ცნობიერების ამაღლება. ყოველ კვირას იყო ონლაინ შეხვედრები, განიხილებოდა საკონსულო რეგისტრაციიდან დაწყებული ტრანსპორტის ორგანიზებით დასრულებული ყველა წვრილმანი დეტალი. რამაც დადო ის შედეგი, რაც დღეს ყველამ იცის, ემიგრაციაში ქართული ოცნება დამარცხდა. ისიც უნდა ითქვას, რომ არის მცირე, მაგრამ მაინც არის ემიგრანტების ნაწილი, რომლებიც ქართული ოცნების მხარდამჭერები არიან და ეს საოცარი ფენომენი სრულიად ამოუხსნელია. შეკითხვაზე თუ კი მთავრობა მოსწონთ რატომ არიან საზღვარგარეთ, მათ ცნობილი ნარატივი აქვთ. მერე რა რომ ფული არ აქვთ, მთავარია მშვიდობაა და როცა კითხვას უბრუნებ თუ მშვიდობაა შენ ემიგრაციაში რატო ხარ? ისინი ჯადოსნურ წრეში იქცევიან საპასუხო კითხვით, შენ რატო ხარ ემიგრაციაშიო? ძალიან მინდა ემიგრაციაში მყოფი ქალების მძიმე ცხოვრება პირველ რიგში მთავრობამ გაიაზროს და მათ დაბრუნებაზე მთავრობამ, საზოგადოებამ და ოჯახებმა ერთად იზრუნოს. თუმცა ეს ყოველივე ოცნების მთავრობის ხელში სრულიად წარმოუდგენელია. ამიტომ ერთადერთ გამოსავლად ხედავ მათ წასვლას. ხოლო უკანონო პატიმრების განთავისუფლების და მიმდინარე მოვლენებში დამნაშავეების გამოვლენის, გასამართლების, ასევე ახალი არჩევნების ჩატარების უფლება და ვალდებულება ჩემი აზრით უნდა მიენიჭოს ახალ დროებით მთავრობას.